ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. ჩვენ ვართ გურიაში, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქუჩაზე. გადავიღეთ სარიტუალო დარბაზი, სამწვადე და რა თქმა უნდა მთავარი, შარაშიძის პურის ქარხანა. გაგიკვირდებათ და ჩოხატაურში, გურიაში, სახალხო კონტროლი პირველადაა. ტარაკნები ყავთ? აი ეს რა არის, აბა ნახეთ აგერ. აი. მე არ ვარ არც ინჟინერი, არც მშენებელი, მაგრამ საშიშროება რო არის, ხედავ. უი, ობობა, გამარჯობა, როგორ ახარ? ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ასე რომ მიწკრიალებ ქვაბერს. აი ეს მაცივარი როგორ გამოგჩა, მითხარ. ეს რა არის? აი ეს რა არის? კალენდარიც კი ძალიან ძველი გაქვთ, 2001 წლის კალენდარი. ბატონო გიზო, აი ამ შემთხვევაში აბლაბოდა რომ დავინახე, მე ხლა აქ გამიხარდა. გითხრათ რატო? იმიტომ რომ აბლაბუდამ ტარაკანი დაიჭრა. სიამოვნებს, როდესაც აი ესეთ სუფთა პურის საწარმოს ვუყურებთ, გამიხარდა, იმიტომ რომ ჩოხატაურში რაც ვნახე, პრინციპში ეს არის ობიექტი, რომელიც მომეწონა. ჩოხატაური, დუმბაძის ნომერი 5, საბანკეტო დარბაზი. ეს რა არის? ეს აქ რას აკეთებს? არაფერს აკეთებს. ისე რა, სიგარეტს აქ რატო ეწევით? ქვაბები არის სუფთა, გაპრიალებული, ნახეთ, სარკესავით მოწესრიგებულია. მიმდინარეობს კეთება, იატაკი ერთგვაროვანია და მოწესრიგებულია, ჭერიც მოწესრიგებულია. კედლებზე გაკეთებული არის მეტლახკაფელი, რეცხვა დეზინფექცია შესაძლებელია. ზოგი ადგილი უჟანგავითაა დაფარული და ზოგი ადგილი მეტლახითაა დაფარული და ამის რეცხვა შესაძლებელია. ეს რა არის? ეს რა არის? ტარაკნები ყავთ? აი ეს რა არის, აბა ნახეთ აგერ. აი. ეს იცის რისი ბრალია, ყუთები რო შემოგაქვთ, ბაზრიდან მოყვება ძირითადად, ბაზრიდან მოდის და ამიტომ უნდა გქონდეთ გარეთ ზონა, სადაც გახსნით ამ ყუთებს და შიგნით არ შემოიტანთ. იმიტომ რომ გარედან მოყვება ძირითადად. კარები რო არა გაქვთ საკეტილი, იმიტომ არის ბუზი. აუცილებლად ეს არის გამოსაცვლელი, ასეთი ტაფებზე მუშაობა არ შეიძლება, ასეთი ტაფებზე მუშაობა. ძალიან გთხოვთ, აი შეხედეთ, თვითონ ზეთიც უკვე გამოსაცვლელია, იმიტომ რომ ბევრი წვიდან უკვე ნამწვი არის ძალიან დიდი რაოდენობით და გასაგებია, მაგრამ აი ეს უკვე რისკ ფაქტორს წარმოადგენს და აუცილებლად პერიოდულად უნდა გამოიცვალოს ზეთი. გამწოვებით სუფთა არის, კონდენსატი არ არის, მაგრამ აი ამ გამწოვებს ვერანაირად ვერ მივიღებ. ეს რა არის კიდე, ნახეთ, აი ძალიან არასასიამოვნო და ესთეთიურია. თქვენ კი ცდილობთ, რომ სისუფთავე დაიცვათ და პერიოდულად რომ მოწმინდოთ, იმიტომ გაქვთ ეგ შემოტანილი. მაგრამ ნახეთ, როგორც კი წყალი გაბიძურდება, ბატონო, აუცილებლად უნდა გაიტანოთ. კი ბატონო, არც მაინტერესებს, იქ საწყობი არის, არც შევდივარ და არც მაინტერესებს, მაგრამ აუცილებელია, რომ ბინძური წყალი ობიექტიდან იყოს გატანილი. ეს აუცილებელია. ცომი როდის მოცომეთ? არა, ეხლა არ არის მოცამილი, როდის? და თუ კი შემთხვევებზე არის, ქალბატონო, მაშინ აი ეხლა რო ასუფთავებთ, როდის მოცომეთ, ცომი ამ დილას მოცომეთ და მოასწრო ასე მოხმობა? არა, ეხლა კარგი. გაწმინდეთ, კი ბატონო. ტილო მაჩვენეთ, აბა როგორ ტილოს, აი ტილოები უფრო ხშირად რო გამოცვალოთ, ხო შეიძლება ეს ტილო. ამ ტილოს სახში არ ვიხმართ ჩვენ და არც აქ ვიხმართ. მანამდე გამოცვალეთ, ტილო არის ბინძური და გამოსაცვლელი არის, მაგნარი ტილოთი მუშაობა არ შეიძლება. ქვაბები არ არის ახალი, ეს არის უბრალოდ კარგად გარეცხილი ქვაბები. ამ ქვაბებს ვინ რეცხავს? რომელი? ბრავო. კეთს ვიხრით თქვენ წინაშე, რომ აი ასე ასუფთავებთ, აი როგორც სახლისთვის, გულიანად რო ასუფთავებთ ამას, კეთს ვიხრით თქვენ წინაშე და აი ძალიან ოქროს ხელებიანი ქალბატონი ხართ, იმიტომ რომ ასეთი ქვაბები
ბარეორ მზარეულს და ბარეორ დიასახლის შეშურდება სახში. ეხლა მითხარით, როგორ აგაქვთ დაყოფილი, სად, რას რეცხავთ? აი, ყველგან უყურებთ, ეს არის ძირითადად იმიტომ არის, რომ ჭურჭელი გარეცხოთ, მესმის ძალიან კარგად და მითხარით, რას დიდი ქვაბები აქვს? აქ პატარა ჯამები და რაიმე. კი ბატონო, კი ბატონო. ეს არის ხელსაბანი. მარტო ხელსაბანი არ არის. კი, მარტო ხელსაბანი. მაშინ ეს აქედან მოაშორეთ. თუ ხელსაბანია, ეს არ იყოს აქ. და აქ ძირითადად ნაგავი არ უნდა იყოს იქედან. კარგით, მივიღებ როგორც ხელსაბანს. ეხლა მითხარით, აი ეს მანქანა როდის იხმარეთ? თუ გაფუჭებულია, გაიტანეთ. სხვათა შორის, აი ეს ერთი ცალი ტარაკანი, იცით რატო ვიპოვე? შიგნით რო ხსნით, ბაზრიდან მოტანილ საქონელს, ბაზრიდან მოყვება სულ წვანილს, ბოსტნეულს და ასევე ხილს. აი ეს ყველაზე კვერცხს, ყველაზე ხშირი შემთხვევა. ამიტომ უნდა არსებობდეს ჰასპიდან გამომდინარე სანიტარული ზონა, რომ გარეთ გაასუფთავოთ, გაშალოთ და შემდეგ შემოიტანოთ. საბანკეტო დარბაზი ნიკალა. ეს დარბაზი უნდა მომწონდეს? თავარია მომხმარებელს მოსწონდეს. ეს დარბაზი ახლა ცარიელია, უბრალოდ მაგიდებია, არც გადაფარებული არ არის არაფერი, იატაკი შელახული, არც ისე სუფთა. პირდაპირ ვთქვათ, საერთოდ არ არის სუფთა. მაგრამ მოდით გადავიდეთ იმ დარბაზში, რომელიც უკვე გაწყობილია. აქ ემზადებიან ქელიხი ხო არ არის? 40-ია, გასაგებია. სუფრაა გაშლილი, სტუმრები მოსულან. აი გურული იუმორი რასაც ქვია რა. შემოვიდა სახალხო კონტროლი და გვეუბნებია მომბძანდით დამბძანდით მიირთვით. ძალიან ხა თან 40 სუფრაა, ხო? ძალიან გამეცინა, კარგია, იუმორით რო ხვდებიან. მოდი დავათვალიეროთ, ეჭვიც არ მეეპარება, რომ ყველაფერი არის გემრიელი, ახალი სურსათისგან დამზადებული, კარგად გამოიყურება. მე უბრალოდ მაინტერესებს ინტერიერი და რა თქმა უნდა ის, რაც ხდება ახლა სამზარეულოში. უბრალო ხის კამებია, მაგიდის გადასაფარებელი, ნაკვალევი არ ვიცი, სიგარეტის ფერფლის თუ რა არის, ეწევიან ზოგჯერ სიგარეტს? ხანდახან რო დათვრებიან, ძნელია ხო გარეთ გაგდება. ეხლა კერძებს ნამდვილად ვერ შევაფასებ, თუმცა მინდა გაჩვენოთ თეფში. აი ესეთი თეფშია. იცით რა არის? სუფთა, ნამდვილად უბრალოდ ახალი არ არის. თავარია იყოს სუფთა. აბა რემონტს აპირებ. აი ნახეთ, იცით რა უნდა გითხრათ? გასაგებია, რომ ძალიან მოკრძალებული და უბრალო დარბაზი, არანაირი ინტერიერის გაფორმება, დეკორის ნასახიც არ არის, არანაირად, მაგრამ აი კედელი უნდა იყოს აუცილებლად სუფთა, აი ნახეთ. გასაწმენდი, აი რაღაცა ბოთლის ეტიკეტი არ უნდა იყოს მიკრული, ხო? აი ეს ჟალუზი თუ რა არის, აი რაღაცა ესე ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში. თუ შეალამაზებთ, მეტი სტუმარიც მოვა და უფრო კმაყოფილი იქნება. დაფა სუფთა გაპრიალებული არის, აი ზუსტად აი ასეთ მათ მოყვება ძირითადად, აი ასეთ კონტეინერებს მოყვება ზუსტად აი რა უქნა რეიჯები და წერები, არაფერს რა უნდა ქნათ, უბრალოდ გარეთ უნდა გაშალოთ, შიგნით არ უნდა შემოიტანოთ, რომ შიგნით არ ჩაიბუდოს. თორე თქვენ თვითონ მოგიწევთ მე ზედმეტი ხარჯი და მოწამლა ტერიტორიის. ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ასე რომ მიწკრიალებ ქვაბებს. აი ეს მაცივარი როგორ გამოგჩა, მითხარ. ეს რა არის? აი ეს რა არის? აი ეს რა არის? აი ეს რა არის? აი ეს მოსწრებაზე არ არის, ნახეთ? ეს მარტო წყალი კი არა. ამას შეხედეთ, ამას შეხედეთ, ამას შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. თქვენ იცით რა არის საქმის გაკეთება. ამიტომ ამას ვერ გაპატიებთ ვერანაირად. გამორჩა, ადამიანები ვართ, ყველაფერი ხდება. იდეალური მდგომარეობა არ არსებობს, მაგრამ აი პატივსცემ, იცით რატო? იმიტომ რომ თავისი შრომა უყვარს და თავის თავს პატივს. ნახეთ, როგორი ქვაბები აქვს. აი ნახეთ, ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთი გაქვთ ობიექტზე. არაფრით არ შეიძლება. აი ეს ყველაფერი უნდა იყოს ალაგებული. აი 60 არ უნდა იყოს იქ სადაც კეთდება საჭმელი და ასე შემდეგ. აი აქ, აი ასე დამტრეული არ შეიძლება. აი ამ ერთი ფილის ამოღება არ გაგიჭირდებათ.
საერთოდ უნდა გააკეთოთ. და ნერჟავეკის და შემევიდეს. კი, აი ნახეთ, ქვაბების სუფთა, აი ის კუნძის მომწონს, მარილით რო არის დამუშავებული, სწორად არის დამუშავებული და კარგათა. იცით, აი გულწრფელად გეტყვით, რაც იცით აკეთებთ, რაც არ იცით არ აკეთებთ, ვერ აკეთებთ. მაგრამ მაცივრის გარეცხა კი იცით. სველი წერტილებია, მოდით ვნახოთ. ხო, აქ არ არის მანდამაით სახარბიო, აქ ბევრად უარესი სიტუაცია, ძველი შენობაა, ხო? არ გეშილიათ, რომ ჩამოინგრევა, ნახეთ უკვე როგორ არის. ძალიან ძველი ამორტიზებული შენობა ეთყობა კომუნისტების დროს და მე უკვე მილებია გაყვანილი და ნახეთ როგორ არის გაბზარული. ხო? და უბრალოდ აი ეს მომწონს ეს ადგილი საშიშია და რაიმე უბედურება არ მოხდეს. მე არ ვარ არც ინჟინერი, არც მშენებელი, მაგრამ საშიშროება რო არის, ხედავ, უი, ობობა, გამარჯობა, როგორ ახარ, ობობები კომფორტულად გზნობენ. აი ბაბა რა. გურული ობობები არიან, არა, რატო აღარ ხუმრობ და აღარ გეხუმრებათ, ხო? ხო, მოდით დავათვალიეროთ ტუალეტები. თვითონ ტუალეტი არის კაფელში, თურქული ტიპის ტუალეტია. კაფელი არის ნამდვილად ყავისფერ და ბეჟფერები, მაგრამ აი გარშემო აი ესეთი დაობებული, ნახეთ როგორი სოკოები ამოდებული, თხევადი საპონია, წყალი. ვაუ, მოდის, კარგია, ნახეთ ხელსახოციც არის. მაგრამ აი ეს კედელიც, რა თქმა უნდა, შესაღებია. ჩვენ გადაცემას თუ უყურებთ? კი ბატონო. უყურებთ? აი ნახეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ აი ჯვარედინი დაბინძო ამა შეხედეთ, ბატონობიკო. ეს რა არის? აი ეს არის ზუსტად გარედან შემოტანილი. ტარაკანი. და ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად თავდახურული. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რო არ იყოს ასე თავდახურული. კონტეინერში უნდა იყოს ყველაფერი აბსოლუტურად. მე არ შეიძლება ბატონობიკო თევზი და ხორცი ერთ სივრცეში იყოს. აი თავები რომ სუნს იღებს და ძალიან ცუდია. არაფრით არ შეიძლება. არ გადაყარეთ ვაფშე. მე არ მინდა. ელე რო აგროვებთ ახლა. ხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ ხორცი და სხვა პროდუქტი კი არ შეიძლება ერთად. აი აქაც ნახეთ. აი პირდაპირ ხორცზე გიდევთ ფაქტიურად, არაფრით არ შეიძლება. მაცივარიც მისალაგებელია რა, აშკარად მისალაგებელია. მაცივარს უნდა ყურადღება და მილაგება. ერთი სიტყვით მაცივრებში პრობლემა გაქვთ და ძალიან გთხოვთ მაცივრების სასწრაფოდ მიალაგეთ და დაასუფთავეთ. ეს არის სარიტუალო დარბაზი ნიკალა, ჩვენ ვართ ჩოხატაურში და იმდენი ადამიანი გვწერდა რომ ჩამოდით, როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ და ეგრევე შემოვარდით ნიკალაში. პირველი ობიექტია. ეხლა წავალთ სხვებში. ჩოხატაურში დუმბაძის ნომერ 5-ში ორი კვების ობიექტია, ერთ-ერთი არის სამწვადე. პატარა დუქანია, მაგრამ აუცილებლად უნდა შევიხედოთ, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, ეს შენობა, ამ შენობაშია სუპერმარკეტი, საშაურმე, სარიტუალო დარბაზი, სამწვადე. ნახეთ როგორი ძველია და როგორი გაუბედურებული ძველი შენობა. რატო არ ხდება რემონტი ამ შენობის? ხო არ იცით, რატო არ არემონტებენ ამ შენობას? ფასადი ყველა გაალამაზეს. ფასადი კი და უკან? ამას აიგით გაკეთებაო, ასე იყო ლაპარაკი დარბაზის გააკეთება. იქნებ ჩვენ დავაჩქაროთ, ნახეთ როგორ არის, ჩამგვერდ ცხოვრობს ვინმე თუ არავინ არ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს, აი ცხოვრობს. სასტუმრო იყო აგრე ხო? ხო. აი არის ნუ აქ აშკარად არავინ არ არის და ეს შეიძლება კიბეებია და აქეთ ხალხი ცხოვრობს. ნამდვილად სარემონტოა, ნახეთ საძირკველთან უკვე რამხელა ისინი თხრილებია. საძირკველთან ძალიან ძველი ამორტიზებული შენობაა. სამწვადე შეიძლება კარგია, მაგრამ კიბე ძალიან ცუდია, მოტეხილი, აქ მუყაოა, თუმცა ჯობია, რა თქმა უნდა, რომ ხალიჩა დადოთ. აი აქ უკვე ჯობია, ეს ხალიჩა ჯობია, ვიდრე მუყაო, რა თქმა უნდა. კოლორიტული ადგილი, სამწვადე, სასაუზმე. და ვნახოთ აი როგორია შიგნით მდგომარეობა.
აქ არის ხორცის გატარება, სადაც მიმდინარეობს. კი, ახალი გატარებული ხორცი არის. ამიტომ ჯერ დასუფთავებული არ არის. ეს არის ადგილი, სადაც მუშავდება ხორცი. აქ არ უნდა იყოს ქუჩაში გამოცვლილი ტანსაცმელი არავითარ შემთხვევაში, აქ არ უნდა იყოს გასახთელი, აქ კონკრეტულად უნდა იყოს აუცილებლად იზოლირებული და ხორცის დასამუშავებელ ადგილას არ შეიძლება ქუჩაში ნაცვამი 60 იყოს დაკიდებული. არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ამ სივრცეში არ უნდა იყოს ფეხის მაზები და ასე შემდეგ, ფეხსაცმლის მაზები, უნდა იყოს სუფთა ბადე და აი ამ მდგომარეობაში სარკმელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. კუნძი უნდა იყოს აუცილებლად მოპირკეთებული და უნდა იყოს გასუფთავებული და უნდა იყოს დაფარული მარილით, რაც სამწუხაროდ აი მარილი არ უნახია ფაქტიურად ამ ყუთს არასდროს. ეს არის საკუჭნაო, სადაც ტანსაცმელს ალაგებთ და ტარაკნები ყავთ? აბა ეს რა არის? აი ნახეთ, გავაღეთ თუ არა პირველი რაც აგდია და რაც დავინახეთ არაკანია, ნახეთ? ქვაბების მდგომარეობაც სავალალოა, სამწუხაროდ, ზედაპირებიც მოსაპირკეთებელი და მოსაწესრიგებელია. წყალი ჩამოდის, წვეთავს, კედლებიც ნახეთ ამ მდგომარეობაშია. კედლებიც უნდა სუფთავდებოდეს. ასეთი მდგომარეობა კვების ობიექტზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იყოს. სიგარეტი გიწერიათ, რომ სიგარეტი არ შეიძლება მოწევაო და რატო აწევინო? ხო, ჯერ საფერფლე მიაწოდეთ და მერე გარეთ გააგდეთ. კარგი ბატონო, კარგი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ობიექტზე წყალი ჩამოდიოდეს. აი ნახეთ, რა მდგომარეობაა. ხო, მაგრამ აი ნახეთ, აქაც რა მდგომარეობაა, შეხედეთ, თქვენ ამას აი იმ ზედაპირებზე დებთ, წვადი აწყობილი გაქვთ, დებთ იმ ზედაპირებზე და შემდეგ უკვე მაცივარში ყველანაირი თავსახურის გარეშე აწყობთ ერთმანეთს. ხო, მაგრამ ამას ხო მერე კი არ ალაგებთ, ეხა უნდა ჩაალაგოთ, ბატონო, რომ ერთმანეთთან წვდომა არ ქონდეს. და აი ეს მტვერი რო დაეყრება ყველაფერი ზედ, აი ეს მტვერი, ამას ხო მერე ვერ გარეცხავთ. აი ეს ხო უკვე მზასაჭმელი არის. ამას ხო ვეღარ გარეცხავთ. მე როგორც მივხვდი, პოპულარობით სარგებლობს ხო თქვენი სამწვადე? დადია, მამაკაცები დადიან, ხალი არ დამინახავს. ქალბატონების დადიან. დადიან? ქალბატონებს რა უფრო უყვართ, მწვადი თუ ქაბაბზე უფრო მეტი. ქაბაბი. არის აგერ პილპილიც, მარილიც, მე როგორც ხედავ, ღია, რაც არ მიყვარს. აი სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ასორტიმენტს ვერ ხედავ დახლმაცივარში, მხოლოდ წნილია. მაგრამ ნუ ალბათ დანარჩენი კერძები უკვე ქვაბებშია. როგორი ყველაფერი ძველი ინვენტარი გაქვთ, ძალიან განახლება. წყალი, რემონტი გაჭირდა. ხო, წყალი. ეს თოვლობის გამო? დავხურე. მანამდე. დავხურებ და ახლა უკვე რემონტს ვაკეთებ. აი, კალენდარიც კი ძალიან ძველი გაქვთ, 2001 წლის კალენდარი. რატო გაქვთ ეს კალენდარი 2000 ვინ არის სურაძე, ვინ მსახიობია? მე მგონი თურქის მსახიობია, ხო, სონღულკორლუ. რა, მოგეწონათ ეს სურათი და ესე იგი თუ მოხვდებით სამწვადეში, გურიაში, ჩოხატაურში, ახალი კალენდარი წამოუღეთ, ლამაზი გოგო რო იყოს სურაძე და მაშინ გამოცვლიან ამ გოგოს მოხსნია და იმ გოგოს დააკრავენ, თორე 2001 წელი ნამეტანი ძველია. აი რა გითხრათ, აი სასწორზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, აი რომელი საუკუნის დუქანია ეს? ნახეთ როგორი სასწორია. აი ჩვენ ბებიებს, ბაბუებს ეს სასწორი ახსოვთ, ხო? ალბათ ბაზარში სულ ესეთი სასწორები იყო. იმდენი სტუმარი ყავთ და იმდენი ადამიანი შემოვა, ეტყობა გემრიელს აკეთებთ, ხო? გემრიელი არის, ხო? აი როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. სადაც აი არის ფაქტიურად სამწუხაროდ უნდა ვთქვა უსუფთავობა. იქ არის ყველაფერი ძალიან გემრიელი. და აქ არიან, აი მე ხა ნახეთ, სხვაგან რო ვიყო, ხო ხვდებით, აი სხვაგან რო ვიყო პინპოკის ბურთივით ვიხტუნავებდი, მაგრამ იმდენად კარგი ზარეულები არიან და იმდენად აი ძველებური არის, აქ ყველაფერი, აი ეს არის ანტიკვარი ობიექტი. აი ნახეთ ყველაფერი არის აბსოლუტურად ძველებური. აი ღუმელში აცხობთ რამეს?
რაში აცხობთ აბა? ამაში არ ვაცხობ არაფერს. აუ, რამდგომერე. ამას არ ვაცხობ, ცეთოთ. აი, დუღოგა შეშიზამაზე. კარგი, თქვენ შეხედეთ აი კონდენსატს და იმას რა მდგომარეობა აქვს უკან. აი რატო ყავთ ტარაკნები, ნახეთ. აი რა მდგომარეობა. კედლებზე შეხედეთ ბატონო რა ხდება? კედლები რა მდგომარეობაშია, ნახეთ. აი სრული საშინელებაა. აქ ნახოთ, აქ ის არ არის, კონდენსატი არ არის, მაგრამ იცით რატო არ არის კონდენსატი? ძალიან მარტივია, არ მუშაობს. ყველგან აბსოლუტურად ცვენა მიმდინარეობს და არა გამარტო კედლების, არამედ ჭერში ჩამოდის წყალი. გავაკეთეთ ის საფრთხე ჩვენ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, კი, წყალი ჩამოვიდა, კი ბატონო, აი ნახეთ, ჯერ შრობის პროცესია, შრობის და სამწუხაროდ სვენის. ბატონო გიზო, აი ამ შემთხვევაში აბლაბოდა რომ დავინახე, მე ხლა აქ გამიხარდა. გითხრათ რატო? იმიტომ რომ აბლაბუდამ ტარაკანი დაიჭრა. ეს თარო არის სავალალო მდგომარეობაში, მოსაწესრიგებელია ყველაფერი. აი ეს პურს არ დაიცავს, ეს დააბინძურებს პურს. ჯობია რომ ეს მოხსენით და გადააგდეთ. აგერ შეხედეთ ტარაკანს. აი. ყველა კვარტალში მოდის და მოაქვს წამალი, იმიტომ წამლად. კი, ტარაკნები ყავთ. შეხედეთ რა მდგომარეობაა, შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. ეს როგორ შეიძლება? ძალიან გთხოვთ, ეს მოაწესრიგოთ, ხო? აუ. აქ როდისმე დამლაგება შეუხედია? უნდა გამოწმინდეთ. უნდა გამოწმინდეთ აუცილებლად. ყველა შენიშნოს მივიღებთ. და ყველაფერს გამოვასწორებთ, ხო? მე პატევს ვცემთ თქვენ თეთრ თმებს და თქვენ წლების გამოცდილებას. მაგრამ მოთხოვნები შეიცვალა და ძალიან გთხოვთ. აყვევით, მიიღეთ ზომები და იმ ადამიანებს, ვინ შემოდით, ძალიან გთხოვთ პატივიეთ. მოკლედ, აი ეს არის სულ ძალიან პატარა სივრცეა, ეს არის სამწვადე ჩოხატაურში და მეტის თქმა რა შემიძლია თქვენ უკვე ნახეთ რა ხდება სამზარეულოში და დაათვალიერეთ ყველაფერი. რომელ პურს ყიდულობთ, ვიკითხეთ ჩოხატაურში და გვირჩიეს შარაშიძის პური. აქვეა დუმბაძის 7 ნომერში. მე როგორც მივხვდი, კვების ობიექტების უმრავლესობა დუმბაძის ქუჩაზეა. და აგერ მოვადექით ახლა შარაშიძის პურს. ვჭირდება დამხმარე, მამაკაცი, ასევე გვესაჭიროება მეცომე. აი ნახეთ რამდენი ვაკანსია და არის სამუშაო, ხონდ სამუშაო ხელი უნდა იყოს. შეიძლება არ შევიდეთ სარიტუალოში, არ ჭამოთ მწვადი, მაგრამ პურს ვერავინ ვერ აუვა გვერდს. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა თუ რა ხდება კონკრეტულად ამ პურის საწარმოში. მაგრამ ვერავის ვერ ვხედავ. თანამშრომელი მარტო თქვენ ხართ? აბა სად არიან დანარჩენები? აქ არიან, აქ რეალიზაცია მიმდინარეობს. გამარჯობათ. აი ნახეთ რა ლამაზი პურებია. პურის რეალიზაცია მიმდინარეობს. გამარჯობათ, ეს არის სარეალიზაციო წერტილი. უჟანგავი. მაგიდები, მოწესრიგებული იატაკი და კონდენსატიანი ჭერი. რატოა კონდენსატი, ბატონო? ხო, მაგრამ სუზეთები არის, ნახეთ, აი წყალიც, აი ნახეთ, აი იქაც რა მდგომარეობაა. იქ არ არის კიდე პრობლემა, რაღაცა შეიძლება, აი თვალი დახუჭო, მაგრამ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, აი კონდენსატი იყოს, ეს ხო ყოვლად დაუშვებელია. თქვენ ხო დამეთანხმებით ამაში. რაღაცა უნდა ვქნათ, მაშინ გამწომი უნდა დავამატოთ, რო არ იყოთ. აი ნახეთ, თქვენ ძალიან ეს თქვენი საწარმოა? არა. არ არის დამფუძნებელი. მაგრამ გაკეთებული ძალიან ბევრია. აბლაბუდებიც ჩამოხსენით, ნახეთ როგორ ფრიალებს აუცილებლად. იატაკი მოწესრიგებულია, კედლები შეძლების დაგვარად მოწესრიგებულია. აქ საწყობია, სტელაჟებზეა ყველაფერი მოთავსებული და კარგია. აქ მარილი საწყობი არის, საფუარის და ასე შემდეგ, საფუარი მაცივარშია, კი ბატონო. მაცივარით სუფთაა, მოდით ეს მაცივარიც ვნახოთ. დავათვალიერებიოთ, აი ეს გამორთულია, ხო? არის საყინულე მუშაობს მარტო. კი ბატონო. კი ბატონო, ყველაფერი აბსოლუტურად სტელაჟებზე არის, მოთავსებული, ძირს არაფერი არ ყრია, კარქია.
უბრალოდ კედლებს მივაქცევდი ყურადღებას და შევაკეთებდი, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. არავინ არ მოდის. მე მესმის რომ მადონას მოსვლა არის დიდი მოვლენა. მაგრამ ჩვენ პური გვინდა რა, ღირს თქვენთან პური. 80 თეთრი? ხალხო, პური 80 თეთრი. თან ნახეთ როგორი ბატონი პურია, ხო? აგური პურია. აი ეს პური ღირს ლარი, მე არ შევეხები ხელით და აგური პური უფრო მომცრო ზომის ღირს 80 თეთრი. სადმე თეთრებში პური თუ გიყიდიათ? არ ვიცი, მე არც თბილისში, არც ბათუმში არ მიყიდია და თქვენთან არის. მე უბრალოდ რა მაინტერესებს, თქვენ ფულთან შეხება გაქვთ და პურთან. ანუ როგორ ითავსებთ? აჰა, გასაგები. ანუ ცელოფანის პარკით ვიღებთ პურს, ხოლო ხელით ვიღებთ ფულს. გავლექსე, ხედავთ? ისე როგორ ყიდულობს ხალხი შარაშიძის პური პოპულარულია? მარტო ეს ორი სახეობაა? გასაგებია, ძალიან კარგი. მე მომწონს რომ აქ სისუფთავეა, სუფთა გარემოა, ეს მომწონს, იმიტომ რომ ზოგჯერ შემოდიხარ და იმ ხელამტვერი და ჭუჭყია, რომ სანამ პურს აიღებ, უკვე დასვრილია ჩათვალე. ეს მომწონს რომ სუფთაა, შენობაც ახალია, პურიც ალბათ გემრიელია, ხოლო სამქროში თუ არის ნაკლოვანები, ამაზე უკვე რჩევებს მადონა მისცემს. ჩვენ კი გახსენებთ, რომ ვართ ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე და ეს არის შარაშიძის პური. ბრუბელი ნახეთ რა სუფთა არის, ეს არის ზეთისთვის, დიახ, ამაში აგდებენ, ეს არის ცომსაჭრელი, აგდებენ ცომს და მერე უკვე ბურთულები გადადის ღუმელში, აქ ფორმირდება და დამაყოვნებელია, ხო? კი ბატონო, ჭერი არის სუფთა, კონდენსატი არ არის, სადაც უნდა იყოს კონდენსატი, კონდენსატი არ არის, სადაც შესაძლებელია, უბრალოდ არ უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელია რომ იყოს, არ არის, მაგრამ სამწუხაროდ საწარმოში არის და იმედია ამასაც აღმოფხრავენ. ობიექტი სუფთა და მოწესრიგებულია, სიამოვნებს, როდესაც აი ესეთ სუფთა პურის საწარმოს ვუყურებ, გამიხარდა, იმიტომ რომ ჩოხატაურში რაც ვნახე, პრინციპში ეს არის ობიექტი, რომელიც მომეწონა. შენიშვნას მაინც სამწუხაროდ უნდა მოგცეთ, ეს არის სინები მექანიკურად უნდა იწმანდებოდეს და აი ასეთი ნამწვევი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, ეს არ შეიძლება. უნდა კარგად იხეხებოდეს და სუფთავდებოდეს, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა კონდენსატი ზევიდან არის თუ თვითონ ცომიდან აიღებს კონდენსატი, ნამწვავი ზეთი და ცხიმი არის დამაზიანებელი ჩვენი ჯანმრთელობის და აუცილებლად მექანიკურად უნდა სუფთავდებოდეს. შეგიძლიათ მომცეთ პირობა, რომ მექანიკურად დაამუშავებთ და სინებს დამისუფთავებთ? რა სიხშირით რეცხავთ? სამ დღეში ერთი ხელ. კი ბატონო, იმიტომ რომ ეტყობა, რომ აი ნახეთ ტვერიანი არის, მაგრამ აი კატასტროფა არ არის, თუმცა კონტეინერებში ძალიან არაესთეთიურია, როდესაც აი პირდაპირ ასე არის პური ჩაწყობილი და მე მივცემდი რეკომენდაციას, რომ რაღაც ქაღალდი მაინც ჩაუფინონ, უკვე იმაზე რო არ ვილაპარაკოთ, რომ ჯობია რომ შეფუთული იყოს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანის კონტაქტი პურთან და კონკრეტულად თუ კი მივაწოდებთ, უნდა მიეწოდებოდეს ანხელთათმანით და აქაც უნდა იყოს დაცული ტვერისგან. აქვე მინდა გავაკეთო კიდე ერთი შენიშვნა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ კი კედლებს მოაწესრიგებენ, იმიტომ რომ საწარმოში ძირითადი რაც არის მოსაწესრიგებელი, ყველაფერი მოწესრიგებულია და პური არის ულამაზესი, ნახეთ, აი როგორი არაჩვეულებრივი ფერი აქვს. ფერთან ერთად ძალიან ცუდია, რომ სუნის გადმოცემის საშუალება არა მაქვს. ძალიან აი მადის ამღზვრელი სუნია ობიექტზე და კარგი იქნება თუ კი აი ის დეტალები იქნება გათვალისწინებული, რაზეც მიცა ხელმძღვანელობა სახალხო კონტროლმა შენიშვნები და რეკომენდაციები თუ კი იქნება გათვალისწინებული, ბევრად უფრო კარგი და ხარისხიანი პურის წარმოების საშუალება იქნება.